Municipal business-ის ახალი პლატფორმა რამდენიმე ათეული ბიზნესმენი, რომლებიც საქართველოს მომავალს მჭიდრო ევროპულ ინტეგრაციაში ხედავენ, ბოლო დროის პოლიტიკურ პროცესებზე მსჯელობს. Ადამიანები, რომლებიც ჯამში 2000-ზე მეტი ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდნენ, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ, მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანა ეკონომიკურ ჩიხში შედის. ისინი ხელისუფლებას პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებენ და ვარაუდობენ, რომ თუ ვითარება არ განიმუხტა 2025 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით სავალალო იქნება. ბიზნესმენების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა, რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ უკვე ნინო გაზდელიანი ისაუბრებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. რაელის საქართველოს უახლოეს პერიოდში თუ არ განემუხტა არსებული დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც შესაძლოა რეალურად მოყვეს უკვე ეკონომიკური კრიზისი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა დიახ რაელის საქართველოს და ამ საკითხზე მსჯელობდნენ აქ შეკრებილი ბიზნესმენები. წარმოდგენილი იყო ასევე რეფორმატიქსის მიერ ანალიზი ქვეყანაში ამ დროისათვის არსებულ ვითარებაზე და ასევე იმ პერსპექტივებზე, თუ რა შემთხვევაში იქნება საქართველოსთვის უკეთესი მომავალი, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაჩქარდეს მაგალითად ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამ ტემპით გაგრძელდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, შესაძლოა სულ მცირე 30 წელი დაჭირდეს ქვეყანას იმისათვის, რომ ცოტათი მაინც წინ წავიდეს. უფრო დეტალურად ჩვენ შეგვიძლია ვკითხოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბატონ ნიკა გილაურს, რომელმაც წარმოადგინა დღეს დეტალური ანალიზი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აი მოკლედ რომ შევაფასოთ ბატონ ნიკა, ახლა რა ეტაპზე არის ქვეყანა? თქვენ საუბრობდით, რომ აი ამ ტემპით განვითარება, ამ ტემპით თუ გაგრძელდა, ძალიან შორს ვერ წავა ქვეყანა და ძალიან დიდი დრო დაჭირდება იმისათვის, რომ მეტნაკლებად გაუმჯობესდეს ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება. რას ვითხოვთ? ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიტყვით, დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად შეხედო, საჭირო არჩევნები. რომ განიმუხტოს. იმიტომ რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება. ის რომ საუბრობენ, რომ 100 მილიონი არ მოგცა, 50 მილიონი არ მოგცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ. უნდა გვითხრან, მეგობრებო, რითი შევავსებთ. უნდა გვითხრან, ჩვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რო გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, მაშინ მეც გეტყვით, რომ მე გვპირდებით, რომ 2025 წელს თვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი. ძალიან ვთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, რომელიც თქვენი მეგობრები, რომელიც არ არის მოსულები. ჩვენი პოზიცია სახელმწიფოში უნდა დაფიქსირდეს, რომ სახელმწიფო არსებობს თქვენი ჭკუით, თქვენი შრომით, თქვენი ინტელექტით, თქვენი ტექნოლოგიებით. ეს არის ჩვენი სახელმწიფო სიმდიდრე ხართ თქვენ და დანარჩენი არის დანამატი. თუ სწორად გამოიყენებენ ჩვენ შრომას, ღმერთმა ხელი მოიმართოს, თუ არ გამოიყენებენ და არ ვიცი, გაგზელება არ ვიცი. უახლოეს 6 თვეში უნდა ველოდეთ ლარის კურსის გაუარესებას მინიმუმ 3.1-ზე, შეიძლება ცოტა უფრო მაღლა გააჩნია რა რეალობა იქნება, ასე თქვა, თუ პოლიტიკური რეზოლუციები დადგება ქვეყანაში. თუ გაუარესდება, მაშინ ნამდვილად 3.1 არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს ქვეყანაში ვალუტის შემოდინება გადინება. კურსი თითქმის ძალიან ახლო კორელაციაშია ინფლაციასთანაც. ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ იმპორტი გაძვირდება, რეალურად ეს ჯერ ასახული არ არის სამოქმარებლო ინფლაციაზე და ჩვენი გათვლებით ინფლაციას წლევანდელ წელს უნდა ველოდეთ 6%-ს. ეს არის საშუალო წლიური და სავარაუდოდ ცოტა მაღალსაც კი. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, აქაც გვაქვს ორი სცენარი. პირველი სცენარი ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად ნეგატიური შედეგი უკვე დადგა. ის რა პროცესშიც ქვეყანა შევიდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება 2025 წლის პირველ ნახევარში ყველა ვარიანტი და 2025 წელსაც უარყოფითი ზრდა. ანუ ჩვენი პროგნოზი არის 2%-იანი მინუსი, რაც 25 წელს ექნება ქვეყანას.
თუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა და ახალი არჩევნები დაინიშნა, რაც შევა მალე და იზოლაციიდან გამოვედით და აღდგა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემოდინებები, აღდგა პირდაპირ ინვესტიციები, მაშინ 2026 წელს ჩვენ უკვე გავდივართ პოზიტიურ ზდაზე, +3.5%-ზე. იმისთვის რომ რეალური ციფრი იმ კომპანიების ვიცოდეთ, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას ქმნიან, ყველაზე სწორი არის აუდიტის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების რაოდენობა ვნახოთ, რამდენმა კომპანიამ გაგზავნა წლიური ანგარიში აუდიტის სამსახურში. და ეს ციფრი არის 79,000 კომპანია და არა 230,000 კომპანია. ყოველწლიურად აუდიტის სამსახურში მხოლოდ 79,000 კომპანია გზავნის ანგარიშს. ნუ აქაც მე არის ხოლმე რომ ეხა 79,000-დან 2,400 არც ისე ბევრია და ასე შემდეგ. და უფრო რაღაცნაირად თუ რამდენად ბევრი არის მაგისი თვალნათლივ მინდოდა რომ რაღაცა მომეფიქრებინა როგორ შეიძლებოდა რომ წარმოგვედგინა რამდენად ბევრი არის ეს 2,400 79,000-დან. და უბრალოდ იგივე პროპორცია რო ავიღოთ საქართველოს მოსახლეობის, ეს იქნებოდა 113,000 ადამიანი. ყველას გვინახავს 113,000-იანი ერთად შეკრებილი, ვიცით რამდენია, ვიცით რამდენად ხმამაღლა ჟღერს და ზუსტად ესე ხმამაღლა გაჟღერდა ამ ბიზნესების განცხადება და ამ ბიზნესების პოზიცია. და თუ ესეც საკმარისი არ არის და მაინც 2,400-ზე ვსაუბრობთ და 13,000 ცოტა, პირველადი შეფასებით იმ კომპანიების ბრუნვა, რომლებიც შემოუერთდნენ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმას, არის 10 მილიარდ ლარზე მეტი. ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, ისინიც იზიარებენ გამოთქმულ მოსაზრებებს და პრაქტიკულად ყველას ჰქონდა ერთი პოზიცია და ყველა ამბობს, რომ აუცილებელი არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მათ შორის პირველ რიგში ეუბნებიან მათი ადრესატი ამ გზავნილების იყო არალეგიტიმური ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილების გამოც სწორედ ისინი გაემიჯნენ ქართულ ოცნებას და ამბობენ, რომ აუცილებელი არის შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება წინამძღ შემთხვევაში თუ დეკემბერის ბოლოს ეს დაეტყო უკვე ბიზნესის სფეროს, უახლოეს პერიოდში ეს კრიზისი უკვე აისახება ყველა სფეროზე და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამას უკვე იგრძნობს საქართველოს მოსახლეობაც, მოსალოდნელი არის ინფლაცია, ასევე ლარის კურსის გაუფასურება და სიღარიბე კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყანაში და ამ ყველაფერს ასევე ამძიმებს ის ვითარება, რომ დიდი ალბათობით თუ დასავლეთთან და დასავლელ პარტნიორებთან არ გაუმჯობესდა ურთიერთობები და ქვეყანა არ დაადგა ევროინტეგრაციის გზას, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობით ინვესტიციას დაკარგავს საქართველო. უცხოურ კომპანიები არ მოისურვებენ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას, ხოლო ის კომპანიები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ არიან და გარკვეულწილად ანხორციელებენ ინვესტირებას, დიდი ალბათობით ისინიც დატოვებენ ქვეყანას და გავლენ ამ ბაზრიდან შესაბამისად იმისათვის, რომ უფრო დრამატულად არ განვითარდეს ეკონომიკური თვალსაზრისით ვითარება, აუცილებელი არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. აქ შეკრებილ მოქალაქეებს ბიზნეს სექტორის, კერძო სექტორის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ წარმოუდგენელი არის ვითარება განიმუხტოს თუ არ გათავისუფლდებიან რეჟიმის პატიმრები და ასევე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები. ეხლა ჭირდება ერთიანობა ბიზნესის, ერთი მესიჯი ხელისუფლებას, რომ სწრაფად დაინიშნოს ახალი არჩევნები, ვინაიდან ნახეთ, ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული, იმიტომ რომ ნელ-ნელა იწყება ერთგვარ მძიმე ფაზაში შესვლა ეკონომიკური ამ შემთხვევაში განზომილების, ამიტომ რო არ ჩამოგვექცეს ეკონომიკა, რო არ დავეჯახოთ პირდაპირ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში მე ვიტყოდი ძალიან დააზარალებს ჩვენ ქვეყანას, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება კარგი გზავნილი ხელისუფლებისთვის. დღეს ქვეყანა არის იზოლაციის ზღვარზე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორისგან, ხო? გაჩერებული არის ფინანსური დახმარებები, გაჩერებული არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, შემცირებული არის ტურიზმი, შეგიძლიათ გაესაუბროთ ჰორეკას წარმომადგენლებს, ეს გავლენას ახდენს დოლარის შემოდინებებზე, ხო? ყველაზე დიდი შიში, რაც
ქვეყნის მოსახლეობას ბიზნეს უნდა კონდეს, თუ რაც ნეხი იქნება შემდგომში ლარზე და შესაბამისად ფასების დაზე. უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები, მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება განიმუხტოს როგორც შიდა პოლიტიკური კრიზისი, ისე საერთაშორისო იზოლაციის საფრთხე და ასევე რა თქმა უნდა ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკა პირდაპირ არის მიბმული იმ პოლიტიკურ მოვლენებთან, რაც ხდება საქართველოში. არის ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ ისედაც წირი ინვესტიციები, რაც საქართველოში საერთაშორისო დონიდან იდება, რა თქმა უნდა გაქრება, ასევე შიდა კაპიტალიც აუცილებლად დიდ სიფრთხილეს გამოიჩენს და დატოვებს ქვეყანას თანდათანობით. ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ევროპის კავშირი იყო უმსხვილესი პარტნიორი, როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ და ამ ქვეყნებთან და ამ გაერთიანებებთან, როდესაც ვაუარესებთ მდგომარეობას, ნიშნავს, რომ ძალიან პრობლემატური იქნება უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. გაუარესებულია ბიზნეს გარემო, გაუარესებულია მოლოდინები ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ გადაითარგმნება შენელებულ ეკონომიკურ ზრდაში და ეკონომიკური პერსპექტივების და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ვარდნაში. თუკი ქართული ოცნება დარჩა ხელისუფლებაში, მკვეთრად გაუარესდა საინვესტიციო გარემო და გაიზარდა სანქციების რაოდენობა, რაც პირდაპირ აისახება როგორც ლარის კურსის დაცემაზე, ასევე დასაქმებულების რიცხვის ზრდაზე და ასევე დაარტყამს ბიზნესის ძალიან ბევრ მიმართულებას, ხო? შესაბამისად ინვესტიციები შემცირდება არა მარტო დასავლეთიდან და საგრანტო დახმარებები, არამედ აღმოსავლეთიდანაც და ეს სრული იზოლაცია აისახება თითოეული ქართველის ჯიბეზე. თავისუფალი ბიზნესების შეხვედრა დღეს იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი, დაახლოებით 700 ადამიანი ესწრებოდა ამ დისკუსიას, მათ შორის არა მხოლოდ კერძო სექტორის წარმომადგენლები, არამედ აქ იყვნენ ასევე ეკონომისტები, ფინანსისტები და ყველანი ერთად მსჯელობდნენ თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან და წარმოდგენილი იყო საკმაოდ დეტალური ანალიზით სპეციალისტების მხრიდან, პირველ რიგში რა ვითარება არის ახლა და როგორ შეიძლება გაუარესდეს ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის ნიშნები სახეზე არის და ასევე ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც მაგალითად დაგეგმილი აქვს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ასეთ პირობებში წარმოუდგენელია პირიქით ეს ეკონომიკური ზრდა შეიძლება ჩვენ ვნახოთ უკვე უარყოფითი მონაცემებით, დაგეგმილის შესაბამისად ის ვერ განხორციელდეს, ამას კიდე მოყვება უკვე ბიუჯეტის შევსების პრობლემა, ასე რომ ყველანი ვინც აქ იყვნენ ახლა მოსული, ამბობენ, რომ აუცილებელი არის გამოსავალი, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოიძებნოს. როგორც ცნობილი არის, Free Business-ის პლატფორმას 2400-ზე მეტი ბიზნესი და კომპანია მიუერთდა, თუმცა დაახლოებით 175-მა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მხარი დაეჭირა იმ ორი ძირითადი მოთხოვნისათვის, რომელიც დღესაც ასევე გაჟღერდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე და დღეს გაიჟღერა ასევე ინიციატივამ, რომ აუცილებელი არის დისკუსია იმ კომპანიებთან და იმ კომპანიების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მაგალითად არ არის ეს ორი ძირითადი მოთხოვნა გამოსავალი, შესაბამისად აუცილებლად, როგორც თქვეს, გაგრძელდება მათთანაც თანამშრომლობა. შეხვედრა დასრულებული არის, თუმცა დასრულდა ყველა ერთიანი პოზიციით, ყველას პრაქტიკულად ვინც აქ ესწრებოდა, მართლაც ჰქონდა საერთო პოზიცია და ყველანი ამბობენ, რომ იმ ორი ძირითადი მოთხოვნის შესრულება ახლა არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეს.